გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. ბადრი ჯაფარიძე ეროვნულ ბანკთან დავის გაგრძელების მიზეზს განმარტავს. მოკეთ დღეს TBC-ის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მას სასამართლოდან სარჩელი არ გამოაქვს. ამის შემდეგ ის ექსკლუზიური ინფორმაციას აწვდის BMG-ს, სადაც დამატებით განმარტავს, რა სარჩელის ფარგლებში აგრძელებს დავას საქართველოს ეროვნულ ბანკთან 2007-8 წლების ტრანზაქციასთან დაკავშირებით. მე ვგულისხმობ სარჩელს, რომელიც შევიტანე ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2007-8 წლის რამდენიმე ტრანზაქცია დააკვალიფიცირეს როგორც დაკავშირებული მხარის ტრანზაქციად და ინტერესთა კონფლიქტის რეგულირების დარღვევად, განუმარტა BMG-ის ბადრი ჯაფარიძემ. გეტყვით, რომ ჯაფარიძემ ეროვნულ ბანკთან დავის გაგრძელების შესახებ დღეს ერთი განცხადება უკვე გავრცელა, სადაც საუბარია, რომ მას არ გამოაქვს სარჩელი სასამართლოდან, ანუ აგრძელებს ინდივიდუალურ ბრძოლას და მონაწილეობს ასევე პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში. რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში, მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ. მიუხედავად დაგეგმილი რესტრუქტურიზაციისა, TBC გუნდი რჩება კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. დღეს ბადრი ჯაფარიძის განცხადებამდე იყო ასევე სამი განცხადება ამ თემაზე მამუკა ხაზარაძის, TBC ბანკის და ეროვნული ბანკის. ჯერ იყო მამუკა ხაზარაძის Facebook სტატუსი, სადაც ის ეროვნულ ბანკს უწოდებს არათავისუფალ საკუთარ გადაწყვეტილებებში. შემდეგ TBC ბანკის განცხადება, სადაც საუბარია, რომ პატივს ვცემენ ეროვნულ ბანკს როგორც კვალიფიციურ რეგულატორს და ეროვნული ბანკის, სადაც ის მიესალმება TBC ბანკის გადაწყვეტილებას. მოკეთ გადაწყვეტილება არის შემდეგი: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე TBC ბანკიდან მიდიან, მაგრამ ორივე მათგანი რჩება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა ორივე მათგანი რჩება ლონდონში დაფუძნებული TBC ბანკის ჯგუფში. თავის წერილში სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე წერს, რომ მიდის, რომ ბანკი დიდი შემოტევის ქვეშ იმყოფება, რომ ერთ თვეში დაიკარგა 200 მილიონი ლარი, რომ ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიაყენეს ბანკს აბსურდულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ არც ერთი სახელმწიფო მოხელე პრემიერიდან დაწყებული მინისტრების ჩათვლით თემით არ დაინტერესებულა, რომ ბანკი არ შეიძლება იყოს დავაში რეგულატორთან, მით უმეტეს, რომელიც არ არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, რომ ბანკიდან წასვლა უკავშირდება ბანკის აქციონერებისა და დეპოზიტარების ინტერესებს, რომ აგრძელებს სამომავლო ბრძოლას, რომ მომავალს უკავშირებს ანაკლიას და აპირებს სამშაბათს პარლამენტში მისვლას. რაც შეეხება პროცესებს პარლამენტში, მხარდამჭერები ოპოზიციაში და მოწინააღმდეგეები საკუთარ გუნდში, ვინ ვისკენ არის და რატომ კონტურები გამოიკვეთა პარლამენტის ხდომათა დარბაზში, სადაც ეკაბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს. არასწორი მიდგომა, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის იდეას, ეს ანრი ოხანაშვილის პოზიცია, მან თქვა, რომ ძალიან დიდი საფრთხის და რისკის შემცველია პოზიცია, რომელსაც ეკაბესელია უშვებს. მე ამ კანონპროექტს ხმას ვაძლევ, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თქვა ზაზა პაპუაშვილმა ასევე თავის გამოსვლისას მათ ინიციატივას ბესელიას მხარი დაუჭირა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმაც. მისი განმარტებით ცვლილება არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი და ფრაქცია გაცილებით მეც ითხოვს, ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდეს და საერთოდ გაუქმდეს მოსამართლეების უვადო დანიშვნები, რადგან არ ვართ ამისთვის მზად. როგორც გვიჩვენა გამოცდილებამ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენი გუნდის წევრის გამოტანილ კანონპროექტს დიდი სიამოვნებით დაუჭერდი მხარს. ეს უკვე ნიკა მელიას განცხადება, იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ასეთი რამ უთხრა მელიამ. ლევან გოგიჩაიშვილმა კი ოხანაშვილი მოსამართლე ჩინჩალაძე შეადარა. კიდევ ერთხელ ვიტყვი მაყურებლისთვის, რომ ეკაბესელია 8 თანამოაზრესთან ერთად ინიციატივა ბესელია, საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 5 წლიან მორატორიუმს ამ პროცესზე. ანუ 5 წლით მოსამართლეთა უვადო გამწესება
უნდა შეჩერდეს, რადგან мотивация არის ასეთი, რომ სასამართლოში უვადოდ არ დაინიშნონ კიდევ უფრო მეტად სადავო რეპუტაციის მქონე მოსამართლეები. მართველი გუნდი ამ ინიციატივას კონსტიტუციასთან აცდენილს უწოდებს და ამ მოტივით მას არ უჭერს მხარს, თუმცა დღეს ბესელია აი ამ გუნდის ლიდერებს, მათ შორის მის შემცვლელს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე იუსტიციის საბჭოს და აი ამ მოსამართლეების ლობირებაში ამ ხელს. გასაგებია მე ამ კანონპროექტს ხმას ვაძლევ, ის როგორც ვფიქრობ, რომ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია ამ საკითხით და ამ კანონში მოგროვილია ეს თემები და თემებზედაც ჩვენ მე გვინდა გავშალოთ. ერთადერთი თქვენი არგუმენტი გახლავთ შემდეგი, რომ ეს კანონპროექტი მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშიო და ძალიან ბევრი კანონპროექტი დასახელდა უკანასკნელ პერიოდში, რომელიც კანონად იქცა, რომელიც ასევე მოდიოდა თქვენივე სტანდარტით კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, მაგრამ კანონად იქცა. მაგრამ ეს გადავდოთ ერთი წამით და ძალიან მაინტერესებს ხალხს, აი პოლიტიკურად დაუშვათ და არ მოდის წინააღმდეგობაში, აი თქვენი სტანდარტით. მხარს დაუჭერდით თუ არა ამ კანონპროექტს რა? მაშინ, როდესაც აი თქვენს უკან მიძის ბატონი კობახიძე, თქვენი მეგობარი და ლიდერი, საუბრობს რომ ციტირებ, ეს ადამიანები, მურუსიძე ჩინჩალაძეები, მასობრივად ცუდ რაღაცეებს ჩადიოდნენ წინა წლებში და ჩადიოდნენ მართლა ცუდ რაღაცეებს. და დღესო მასობრივად კარგ რაღაცეებს ჩადიოდნენ. პოლიტიკურად არ გაგიკეთებიათ. განცხადება მხარდასაჭერი ამ კანონპროექტის და რომელ სამართლებრივ ასპექტებზე საუბრობდა. რატომ იტყვილებით ბატონო, რატომ? დღეს ეს კანონპროექტის მხარდაჭერა ეს არ არის უბრალოდ ჭიდილი, რომ ვიღაცას უფრო კარგად უნდა რომ იყოს სასამართლო, ან უფრო ცუდად უნდა რომ იყოს. ეს კანონი ჩვენ უნდა მივიღოთ იმისათვის, როგორც დროებითი ნორმა, როგორც ჟანგბადი, როგორც ჰაერი, როგორც ამოსუნთქვა. ამ სიტუაციას ეხლა ჭირდება პაუზა. პაუზა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს პაუზა არის გასაკეთებელი. ეს პაუზა უნდა გააკეთოს დღეს საქართველოს პარლამენტმა. ანრიმ ბრძანა რომ ის მიზანსაც ეთანხმება ამ კანონპროექტის და ისიც თქვა რომ ქონია შემთხვევები, როდესაც ეგონა რომ კანონი კონსტიტუციური იყო და მერე საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო არაკონსტიტუციურად. ეგ ეხლაც ეშლება და ეს კანონი კონსტიტუციურია და სასამართლომ არ ცნოს არაკონსტიტუციურად. ამიტომ მოდით გამოვიდეთ იმ მიზნიდან, რომელიც ამ კანონს აქვს და ყველამ ჩვენ გულილებში ჩავიხედოთ და მოვიქცეთ მორალურად სწორად. მოსამართლეების უფლება კი არა, ვალია, რომ ეგეთ საკითხებზე ხმა არ ამოიღოს და არ დააფიქსიროს და პოლიტიკურ კამპანიაში არ ჩაერთოს და თვეებია ვაკვირდებით მოსამართლეების, რომელთაც თქვენ ჩააბარეთ, ან დაუტოვეთ, თუ გინებავთ, სრული ძალაუფლება სასამართლო ხელისუფლებაში, პოლიტიკურ აღვირახსნილ კამპანიას, მათ შორის თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. და ეს ნორმალურია, არ მოგწონთ და აქ რაღაცა, ვიცით, ჩვენს წესიერად მოვიქცეთ და ისინიც. არა, ბატონებო, მოსამართლეს სპეციფიური ამბავია. მოსამართლე ამის მიღმა უნდა იყოს. ზაზა პაპუაშვილთან ვიწყებთ საუბარს, მე მივესალმები. ბატონ ზაზა, თქვენ არ იყავით კანონპროექტზე ხელმომწერთა შორის, მაგრამ ხართ კანონპროექტის მომხრეთა შორის. თქვენი აზრით, რამდენად დიდი ექნება მხარდაჭერა უმრავლესობის შიგნით ამ პროექტს? ვიცით, რომ თქვენ უკრიკანთარია და 9 ხელმომწერი ასეთია ჯერჯერობით რეალობა. მოგესალმებით. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ხა მე ვიყავი ამ ხელმომწერთა შორის თუ არა ხა. ხელმოწერა შეიძლება 5 მაკაცმანს გააკეთოს 6-მა 9-მა ხელი. ეს არ არის აუცილებელი. რა შეეხება იმას მიიღებს თუ რა დიდ მხარდაჭერას დღეს ეს კანონი, ნუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერა შეიძლება არ ქონდეს. აი რატო არ უნდა ქონდეს, ცოტა არ იყოს ეს მე მაწუხებს და ეს მე ბევრ ამაზე მაფიქრებს. ბატონ ზაზა, პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილება არის ამ შემთხვევაში უმრავლესობის, ეს ვთქვათ, გადაწყვეტილების საფუძველი. იმათი, ვინც მხარს არ უჭერენ ამ კანონპროექტს. იცით რა, მე მინდა აი სულთად ადამიანურად თქვა. არავის ჯინაზე, არავის ჯიბრზე, არავის სიძულვილის გამო, არავისთან დაპირისპირების გამო, არავის მინდა თუ არ მინდა მომწოს არ მომწოს ამ პრინციპის გამო მე არა ვარ აქ და ამ პრინციპით არ ვაზდებ მე ხმას არ ვაზდებ არ ვაჭერ ხილაკს ციტეს თუ მწვალეს მე ძალიან მინდა რომ აი ამ პროცესებში
არ დაუშვა ესეთი შეცდომა და ბევრმა ჩვენთაგელმა არ დაუშვა შეცდომა. ის როგორც ისიც წამს, ისიც გჯერა, რა არგუმენტებსაც ჩვენ ვასახელებთ, რა იმას მინდა მართლა ვებსახურო. მე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ წავიხდები, ვერ სულს და ვერ სახეს ვერ დავკარგავ, ვერაფრის გამო, არაფრის გამო. ეს არავისთან მტრობას არ ნიშნავს, არავისთან დაპირისპირებას არ ნიშნავს. მე ყოველთვის მაოცებს ესეთი კითხვა, როდესაც გვაქვს ასეთი რესურსები, გვაქვს საშუალება იმისათვის, ინა კანონი, ნებისმიერ რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ აი ჩიხიდან გამოვიდე. ჩიხი არ არსებობს. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ნება უნდა იყოს. ნება რა არის, ერთმანეთთან დალაპარაკებას რა პრობლემა აქვს. თუ კანონს გარკვეულად რაღაც ხარვერზე აქვს იმის გამოსწორებას და რა პრობლემა არის. ადამიანურად ეს არ არის, ეს არ არის ვინმე ერთი ორი ადამიანის თემა. ეს არის ქვეყნის პრობლემა. მე უბრალოდ საშინლად მაღიზიანებს. საშინლად გამოვყავარ მდგომარეობიდან იმას, როდესაც ნაციონალ ეს ორივე ნაციონალ ბოლშევიკური მოძრაობის წევრები რეებს ლაპარაკობენ ტრიბუნიდან და რა პათოსით, არ ვიცი რა ნამუსით, აი ცოტა არ იყოს აი პოლიტიკის აი ეს მხარე არ მიყვარს რა, როდესაც ადამიანს ნებისმიერ რამე ადგება ენაზე და ნებისმიერ რამეს ლაპარაკობს. მათ არც ერთ ნაციონალურ მოძრაობას, არც ერთ მათ სატელიტ რა ქვია მაგათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს არანაირი უფლება არ აქვს ვილაპარაკონ ამ თემაზე განსაკუთრებით მოსამართლეებს. ეს ერთი და იგივე შტო და ერთი და იგივე ბირთვია. ეს ხალხი იყო, რო იძახოდა გაამწეს ედეგენი უბადოთ. ეს ხალხი იყო, როდესაც მათ შექმნეს ეს რეჟიმის ასე ვთქვათ გამხორციელებლები იყო ისე. ეს ის არასამთავრობოები არიან, რომლებიც ოპოზიციაში არიან. ხელისუფლება მილაპარაკოს და გაჩუმდებიან ისინი. არ არის ეს ოპოზიცია. არ არის ეს მე მათ ოპოზიციად ვერ განვიხილავ, აი ეს არის პრობლემა. ამიტომ ეს არასამთავრობოები, რომლებიც გაჩუმებულები იყო, როდესაც თავიანთი თაობის ადამიანებს, გოგოებს და ბიჭებს ხოცავდნენ, დღეს ლაპარაკობენ სასამართლო სისტემაზე. დამთავრდა ეს უნდა ჩაიხსნას. ეს არაფერ ყურად საღებად ობიექტად არ უნდა გადაიქცეს. საქმე არის თვითონ გუნდის შიგნით არის ეს დუღილი და საზოგადოება ვისთან ჩვენ ანგარიშ ვალდებულები ვართ. აი ამ ადამიანებთან მე მას კიდევ ლაპარაკობ მე ასეჯერ ეს არის ოპოზიცია შეიძლება მათი დამოკიდებულება მათი ლაპარაკი. ვიცი თქვენი დამოკიდებულება ამ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. ეხლა რაც შეეხება პარტიის ხელმძღვანელობა, თავისი პარტიის ხელმძღვანელობის ნება არის მე ვლაპარაკობ. ამ კანონპროექტზე უარი ეს არის გუნდის შიგნით არის ამ თემაზე დუღილი. ჯერ კიდევ არის გზა, ჯერ კიდევ არის ენა, სადაც გამოინახება საერთეონა. მე არავის მტრად არ აღვიქვამ. მაგრამ არის პრინციპები, არის ფასეულობები, რომელშიც ჩვენ ვალდებული ვარ დავიცვათ. აი ამიტომ ვარ ჩვენ აქ. ბატონ ზაზა, 6 საათზე არის კენჭისხრა. თქვენ ფიქრობთ, რომ 2 საათია დარჩენილი, რამე შეიცვლება? პარტიის ხელმძღვანელობა შეცვლის თავის დამოკიდებულებას და იტყვის, რომ მოდით ხარი დაუჭიროთ მათთვის უვადო დანიშვნების შეზღუდვას. პარტიის ხელმძღვანელობას არაერთხელ და არაორჯერ მიუღია გონიერი გადაწყვეტილება. ეს მე ვარ ამის მომსწრე, ხლა არავის არ იმოშვები, ხო? მე ვარ ამის მომსწრე. არის რაღაცა კრიტიკული სიტუაციები, სადაც ეხლა ეს ამ კანონთან დაკავშირებით, ეს კანონი არაფერ როგორ გითხრათ, არაფერ ტრაგიკულს არ წარმოადგენს. ეს არის დროებითი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ამ ვნებების ჩაქრობა. ამ უფრო მეტად გაკეთდეს ანალიზი, გაიწეროს ის პროცედურები, გამჭვირვალეობის პრინციპი, როგორ უნდა ადევნოს საზოგადოებამ თვალე მოსამართლეების დანიშვნას. ვინ შემოვლენ ამ ვინ წარგვიდგება ბოლოს და ბოლოს ვინ პარლამენტმა უნდა აირჩიოს ეს მოსამართლეები. ამიტომ მე ამას კიდე ეტაპად განვიხილავ. მე არ ვჩქარო, მე არ მინდა ეს ისტერიის და რაღაცა იმის ფონზე გადაწყვეტს და ნერვების და ემოციის ფონზე. არ მინდა მე გადაწყვეტილების მიღება არ გამიჭირდება. მე არ დავდგები რამე დილემის წინაშე. მე ვემხრობ იმ პრინციპებს და კიდევ ლაპარაკობ და 100-ჯერ ხმამაღლა ვიტყვი რომ უზარმაზარ პატივცემ ამ ინსტიტუციას. მე რო არ ამერჩია ჩემი პროფესია და პროფესია დავირჩიე, მე მინდოდა ალბათ გავხდებოდი მოსამართლე. ეს ძალიან რთული საპასუხისმგებლო, საინტერესო, ღრმა და ვაჟკაცური პროფესიაა. ამ ინსტიტუციას პატივისცემა ჩვენი ვალდებულება, მაგრამ როდესაც მე ამდენ ხანს ზატო არ ვჩნდებოდი ტელეეკრანებზე. მე უყურებდი ზოგიერთი ადამიანი ძალიან ყურადღებით უყურე მე ყველა ადამიანის პოზიციებს, გამონათქვამებს, დამოკიდებულებას, ტონალობას. და ჩემი აზრი მიყალიბდება. მე ვგონი არ მომწონდა არასოდეს, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრები გაუგონარ განცხადებებს აკეთებდნენ. როდესაც ისინი უკვე რამის გამოდიოდნენ ამ სფეროდან
თუ არავინ არ ყავდათ მათ გვერდზე რომ ეთქვათ რომ ასეთ რამების კეთება არ შეიძლება თვითონ ურტყამენ ამ ინსტიტუციას და ნეგატივის შემოაქვთ ამ სივრცეში. ბატონო თქვენ შეგიძლიათ ამომრჩეველს ოცნების ამომრჩეველს ჩვენს მაყურებელს არა ნაციონალურ მოძრაობას ან ევროპულ საქართველოს რომელთაც თქვენი დამოკიდებულება ცნობილი არამედ თქვენივე ამომრჩეველს აუხსნათ პარტიის ხელმძღვანელობა რატომ იღებს გადაწყვეტილებას რომ არ დაუშვას ეს უვადოდ გამწესების შეჩერება მხოლოდ კონსტიტუცია აქვს სათავე ამის, იმიტომ რომ თქვენც რაღაც ირონიით საუბრობდით, რომ რა კონსტიტუციური ტესტიო, გაუგებარი დარჩა. ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისაღები და ხელმძღვანელობა მიიღო ეს გადაწყვეტილება. თქვენ ამბობთ, რომ მე თავს არ წავიხდენო. ანუ პარტიის პოლიცსაბჭოს განცხადება არის მოწოდება, რომ რაღაც თავი წაიხდინოთ ადამიანებმა, რომლებიც თქვენი ავტორიტეტის სარგებლობ. ჩემი პრინციპი ასეთია და გასაგებად ვიტყვი ორ სიტყვაში. სანამ გზა ჩანს, სანამ კიდე შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობა, სადაც შენ სიტყვას წონა აქვს, სადაც სხვის სიტყვასაც წონა აქვს, ურთიერთგაგება, დათმობა, კომპრომისი, საერთო იდეის მიმართ სახურება შეგვიძლია, მაშინ ამ გზით უნდა ვიარო. თუ ეს გზა დავიწროვდება, თუ ეს გზად არ არივალებს, ну აბა ადამიანები სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს იქნება და ეს რაც შეეხება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების თემაზე საუბარი, ამაზე მე ვფიქრობ, რომ შევიკრიბები და უფრო ურთულეს თემებზე გქონია საუბარი და ამაზედაც ვისაუბრებთ. მე არავის ხარს გასმით ვამბობ. მე აქ სათანამშრომლოთა ვარ მოსული, არავისთან დასაპირისპირებლად, არავის მიმართ ტრად არავის არ აღვიქვამ. თუ ვიღაცამ არ აღვიქვამ ტრად და არ დაიწყო ეს თავდასხმები, რომელიც უკადრესად თუ ჩავთვალე და შეუფერებლად ჩემს წინააღმდეგ. მე მაინც მგონია რომ საერთო თემაზე ვლაპარაკობ და არა კერძო ერთული ადამიანის ბიზნესზე თუ რაღაც სახურავის გადახურვაზე. ეს არის სალაპარაკო მეტი არაფერი. აქედან გამოსვლა ძალიან იოლად შეიძლება. ახლა პროცედურებზეა ლაპარაკი, უნდა იყოს გამჭვირვალე, გაიწეროს ვინ, როგორ წარდგენის პროცედურები როგორ უნდა იყოს, ვინ ადამიანები არიან, რა ბიოგრაფია აქვთ, როგორ იქნება ამათი ასე ვთქვათ კონკურსის გავლა, როგორ უნდა წარმოგვიდგეს ჩვენ პარლამენტს. მე ამ გზაში მონაწილეობას ვიღებ. მე ამ გზაზე უარს არ ვიტყვი. მაგრამ ეს არის ის კანონი, რომელიც ჩვენ მოგცემს საშუალებას იმისას, რომ დავშვიდეთ, დავწყნარდეთ. გასაგებია, მოკეთ თქვენი მხარდაჭერა ექნება დღეს ამ კანონ პროექტს. რასაკვირველი ექნება, რასაკვირველი. დიდი მადლობა. იმიტომ რომ ამ თემაზე ჩვენ გისმენთ. ამ თემაზე ჩვენ გვისაუბრია და მე აქ როდესაც ერთად ვიკრიბებოდი, მე არ ამგონია იქ რა ვიცი, არ იყო ასეთი რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან. შეიძლება რაღაც თემებში ვიკამათოთ, რაღაცა გასწორდეს, პატარა კორექტივები შევიდეს, მაგრამ ძირითადად პრინციპი რომ შეჩერდეს დროებით. ამ თემაზე ბევრი ყაბულს იყო და ბევრი იყო თანახმა და აქედან გამომდინარე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ დროებითი აქტია, დროებითი მოვლენა, დროებითი ნაბიჯია და არა იმას საუბარი, რომ ეხლა ვიღაცებმა გაიარეს სამწლიანი გამოსასწრელი ვადა, ვიღაცა კეთილშობილი, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიითა თუ კვალიფიკაციით მქონე ადამიანები და შეიძლება დროებით მათაც შეუყოვნდეთ ეს გამწესება დაუშვათ uvadot ეს პრობლემები არ მაგრამ ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს რაზეა ლაპარაკი და რა არის მთავარი მეტი არაფერი დანარჩენი ჩვენ რო პატრიონაცეთ ინსტიტუციას ამას ლაპარაკი არ არის მაგრამ როდესაც ნაციონალური მოძრაობა და იმათი ეს ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციები ლაპარაკობენ ეს არის ცინიზმი ეს არის დაცინვა ეს არის რაღაცა ბოღმის ანთხევა და დამტკიცება ეხლა მოსახლეობისთვის როგორ ზრუნავენ თურმე ისინი მათზე და უცებ რაღაცა თუნდაც მოგვეწეყონ ეხლა და ვითომ ასთაერად მარაკაში გაერიონ აი ეს არის მათი ფიქრობ თუ არა რომ დანარჩენი მე მგონი ყველაფერი დაალაგდება უმრავლესობიდან გარდაუვალია რამდენიმე დეპუტატის წასვლა მით უმეტეს დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ და თქვენ ფიქრობთ რომ არის დარჩენის და ამ თემებზე ბრძოლის რესურსი შიგნით მე ასე ვიტყოდი, გასაკვირველია, ყველა ტელევიზია ჟურნალისტებს აი ეს სანახაობითი მხარე აინტერესებს, არიქა დღეს თუ ხვალ ვინ დატოვებს ქართულ ოცნებას. იცით რა? ამ ნაბიჯის გადადგმა, ნუ ახლა არ არის რაღაცა რთული.
ასე თუ ყველა გავედით, ყველა გამოვედით, ყველა საკუთარ თითო აგური გამოვიღეთ, ამ კედელი და ხო კედელი ჩამოინგრევა. ასე რომ ეს გასვლა, გამოსვლა ეს არ არის თვითმიზანი, მთავარია ღირებული იყოს შენი ყოფნა იმ გუნდში და გუნდშიდაც შენ ხარ. ამიტომ ეს განკოლწილად ამ სანახაობით ხარეს მე უფრო ქვემოთ დავწერდი, თორე თეატრში საიდანაც მე წამოვედი, სადაც მე დავინახე იქ სიბინძურებს, უპატრიცემულობას, ზურგის შექცევას. ავდექი და წამოვედი და ეს არც უდანოდ მე ამაზე, იმიტომ რომ მე ჩემი პრინციპები მაქვს. მე ვთქვი და ეს გავაკეთე და ჩემი ნათქვამი უკან არ წავიღე. ასე რომ ეს ჩემთვის ეს მომენტი რომ არ იქახა ვიღაცა დამეცაცხანებს და პარტია უნდა გამრიცხონ და არ იქა რამე შორება, ასე არ ვცხოვრობ. მაგრამ ვფრთხილდები ყველა მონაპოვარს, ყველა გადაწყვეტილებას, ყველა წელს და წუთს, რაც ყველას ერთად აგვაქვს ეს გავლილი და ასე რომ მომეპრიანა ხა ნერვები მომეშალა, რაღაც გამოვიდი, აგურები გამოვიღო, ასე არა, მაგრამ თუ იქამდე მივიდა საქმე რომ მე არა ვარ საჭირო და როგორც გამოაჩეს მე ვითარება, აბა მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებებს, ესე ხო არ დავჩებით, მაგრამ ასეთი რაღაცების გაკეთება დაუფიქრებლად და ემოციურად მე მგონია რომ გასაგებია. მე მივხვდი რომ თქვენი პოზიცია დარჩეთ პატივისცეთ წარსულ წლებს და ასევე იბრძოლოთ ატყოში რაღაცების გამოსასწორებლად. თუ კი სხვებია ამის რესურსი უნდა აუცილებლად ეს ველი არ უნდა დავტოვოთ ეს შიშველი. გასაგებია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ ყოველ შემთხვევაში. დღევანდელ კენჭისყრას რამდენიმე დეპუტატმა დაუკავშირა მისი პოლიტიკური მომავალი გუნდის შიგნით გაგრძელდება თუ არა. დიდი მადლობა ზაზა პაპუაშვილს. ჩვენი შემდეგი სტუმარია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც გვინდა რომ ამ და TBC-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ვესაუბროთ. ნინო გოგუაძე, რომელიც ასევე იქნება ჩვენი სტუმარი, ვიდრე ეთერში შემოვიყვანდით, მეუბნებოდა რომ ეს ორი თემა ფაქტობრივად მისთვის ერთი და იგივე თემაა და მასთანაც ასევე გადავალ აუცილებლად ამ კითხვით. თქვენც თუ გრძნობთ ალეკო, რომ რაც ხდება პარლამენტში და რაც ხდება TBC-ს გარშემო, ეს რაღაც ერთი თემის ორი ნაწილია. მოგესალმებით დიანა, მაყურებელს მივესალმები. ყველაფერი რაც ხდება ერთი მთავარი თემის ნაწილია, რომ ჩვენ უბრალოდ აღარა ვართ სახელმწიფო და არ ცხოვრობთ სახელმწიფოში. ჩვენ ვართ ერთი კაცის დუქანი და აი ამ კაცს, აი ამ მედუქნეს, როგორც მოეხასიათება, ისე ხდება ყველაფერი. არც სახელმწიფო ინსტიტუციები არსებობს, არც კანონი არსებობს, არც კონსტიტუცია და არაფერი არ არსებობს საერთოდ. აი იმ კაცს რა ხუშტურიც თავში მოუვა და რა ხუშტურიც დაარტყავს და ვისაც ამოიჩემებს, აი ისე ხდება ყველაფერი. იმიტომ რომ ვიღაცებს ეხა უხარიათ რომ აი რა კარგია რომ მევახშე ხაზარაძეს მიუჩინეს ადგილი და ასე შემდეგ, ხო? მევახშე ქვია ხაზარაძეს? ხო, ბევრი ასეთი აზრი მოვისმენთ და ვიღაცებს უბრალოდ უხარიათ ეხა, რა ვიცი, თუ გონიათ რომ კრედიტები რაც ეხა TBC-ში აქვთ ხაზარაძის წასვლის მერე გაუნულდებათ და ძალიან ცდებიან. და იმავდროულად კარგი იქნება რომ აი ამ რაღაცა აღტაცებულ და აჟიტირებულ ადამიანებს ხაზარაძის ბანკიდან წასვლა რო უხარიათ, კარგად გაიხსენონ რომ იმავდროულად ახლა ივანიშვილის გვერდზე ხითხითებს და გამარჯვებული და ბედნიერი ხელებს იფშნეთს ვანო ჩხარტიშვილი, ჩვენი ბებიების და ბაბუების გამაუბედურებელი და ანაბრების ქურდი, რომელმაც წაართვა სიბერე და პერსპექტივა ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს და გაძარცვა ისინი და აიწყო ცხოვრება და ახლა არის მარჯვენა ხელი ბიძინა ივანიშვილის და სწორედ ჩხარტიშვილი ხაზარაძის კონფლიქტი იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი და ზოგადად ახლა მე ხაზარაძის კი არ ვეკომაგები. ანუ ფიქრობთ რომ ამ შემთხვევაში ჯიგარი ბიზნესმენები და კეთილი ბიზნესმენები არ არსებობენ. ასეთები ღარიბები არიან და ღარიბი ბიზნესმენები. ამ შემთხვევაში ივანიშვილმა ჩხარტიშვილი ხაზარაძეს შორის ეს ვთქვათ დაპირისპირებაში ჩხარტიშვილის სასარგებლო გაგრძელება. არც მალავდა თუ გახსოვთ რომ ისო რა ქვია ჩხარტიშვილმა 100 თნოლი მოუგო ჩემი თანდასწრებითო და უმადური კაციაო ხაზარაძე ერთი მადლობა არ უთქვასო. ჩვენ უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ ამას, რომ TBC ბანკი არის ერთ-ერთი იმ ადგილობრივ ბიზნესთაგან, რომელსაც ენდობიან უცხოელი პარტნიორები. კიდევ ერთხელ ამბობ, მეც ბანკებისგან გატანჯული კაცი ვარ და კიდე 10 წელი 51 წლის რო ვიქნები, მაშინ უნდა დავასრულო ის კრედიტი, რომელიც მაგდა შეუძლებელია ხა ბანკი გიყვარდეს ან გულზე გეხატებოდეს, ხო, არანაირად. მაგრამ ინგრევა და დარტყმის ქვეშ არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც ენდობიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები და ჩვენი ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ იმის გამო რომ რუსეთს არ მიადგას აქ, იმის გამო რომ მილიონი რისკია
სერიოზული ინვესტიცია არ შემოდის ამ ქვეყანაში და ჩვენ ვკეპნით ერთ ადგილს ის ფული ტრიალებს რაც ჩვენი ჯიბებიდან ამოდის ვაძლევთ თავრობას მე ისინი წავლენ რაღაცა სახლებს აიშენებენ იქ მუშას ამუშავებენ და აი ესე ვტრიალებ სერიოზული კომპანია არ გვეკარება იმიტომ რომ ვართ სარისკო ქვეყანა არა ვართ სტაბილური ქვეყანა და აქ ამ ქვეყანაში არის 1-2 სტაბილური ინსტიტუტი რომლებსაც უცხოელები ენდობიან და ფულს აძლევენ ხოლმე და დიდ პროექტებს მათთან ერთად იწყებენ მაგალითად ანაკლის პროექტს და როდესაც ამას ურტყავ ქვეყნის პერსპექტივას. აი ამ გაღატაკებული და გასაცოდავებული ქვეყნის პერსპექტივას და ვიღაცებს კი არ უნდა უხაროდეთ ეხლა რომ რა კაია ხაზარაძე რომ ლუკმაპურის გარეშე რჩება ერთი არ დარჩება ის ალბათ ლუკმაპურის გარეშე მაგრამ უნდა დიდი სურათი დავინახოთ რომ ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური პოზიციით ანგრევს ამ ქვეყანას. არ ვიცი როგორ ჩანს მისი მიზანია რომ გავიქცეთ ჩვენ აქედან ქართველები არ ვიცი სხვას მე ვერაფერს ვერ ხვდები. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ასეთ ანტისახელმწიფოებრივი პროექტსაც კითხვის ნიშნის ქვეშ ხედავთ ალეკო იმიტომ რომ რამდენჯერმე ახსენეთ ამ კონტექსტში. მე ვუსმენდი რუსეთის სახელმწიფო არხზე ხანდახან ინტერნეტში გადაცემებს უყურებ ხოლმე რამდენიმე ჟურნალისტს რუს რომლებიც თავის იდეებს რა თქმა უნდა არ ლაპარაკობენ რომლებიც გამწარებულები ამბობდნენ რომ აი ჩვენ თვალწინ საქართველოში შენდება რუსეთის საწინააღმდეგო პროექტი ანაკლის ღმართლოვანი პორტი რომელიც დააკარგვინებს რუსეთს ტვირთების ნაკადს. აი ესე პირდაპირ გაშმაგებული ლაპარაკობდნენ. ამას ემთხვევა რომ ანაკლის პორტის მშენებლობა დარტყმის ქვეშ ექცევა. ამას ემთხვევა ის რომ წარმატებული ფინანსური ობიექტი ისა სტრუქტურაა ეხა და ინსტიტუციაა ეს TBC ბანკი ხო? ეს დარტყმის ქვეშ არის და ლონდონის ბირჟაზე მისი აქციები ეცემა და უცხოელების თვალში რაღაცა ეს აქამდე შეუტანელი ინსტიტუციაც ეჭვის ქვეშ დგება ხო? ეს ყველაფერი ამ ქვეყანას ანგრევს და ასევე მაქვს ინფორმაცია რომ რუსული ბანკი ალფა ბანკი არის პირდაპირ დაინტერესებული TBC-ის ხიდვით. და რაც უფრო გააიაფებენ მის აქციებს, რა თქმა უნდა, უფრო იოლად ჩაიგდებენ ხელში. შესაბამისად, ეს მედუქნე კაცი, რომელმაც დუქნად აქცია ეს ქვეყანა, ანგრევს ამ ქვეყანას. და სხვა პერსპექტივა ამ ქვეყანას აღარ აქვს გარდა იმისა, რომ ხუდი დავიხურო და წავიდეთ. როგორ ჩანს ეს არის ახსენით თუ არა, წეღან ახსენეთ ჩხარტიშვილი ხაზარაძე. თქვენ ახსენით თუ არა თქვენთვის იმიტომ რომ მართლაც პირადი შეხედულებების თემა დიქცა, იმიტომ რომ სხვა ოფიციალური ვერსია იმდენ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ უკვე რაღაც რწმენის საკითხია, ვის როგორ წარმოუდგენია ჯერა რეალურად რასთან გვაქვს საქმე. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეა და ივანიშვილი ხაზარაძის პერსონალურ ურთიერთობაზე გადის? მათ შორის რამდენიმე ასპექტია ალბათ ეხა ერთმნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ერთი რომ ვთქვათ ხაზარაძემ რამდენადაც მე ვიცი კვირიკაშვილთან ერთად ანაკლის პროექტის საკითხი ისე დაძრა რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო და ამან ერთი გაამწარა ივანიშვილის შემდეგ როგორ ჩანს უსისინებდა აი ეს ბანდიტი და ჩვენი ბებია ბაბუების ქურდი ჩხარტიშვილიც იქვე ახლომახლო სისინებდა როგორ ჩანს ჩხარტიშვილიც რომ დაეძირათ ხაზარაძე და არ ვიცი ხა მაძველი ანგარიშები აქვს ერთმანეთის ამას დაემთხვა ისიც რომ რუსებიც როგორ ჩანს რუსეთიდანაც მოდის მითითებები რომ ანაკლის სპორტი არის მათთვის არასასიამოვნო პროექტი და აი ამ ყველაფრის ერთობლიობა და კომპილაცია ის რომ ხაზარაძე გაუშვეს ბანკიდან ეს იცით რას ნიშნავს ახლა მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკზე კი არ არის აქ ლაპარაკი ჩვენ ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი რომელიც როგორ ხასიათზეც გაიღვიძებს იმის მიხედვით ხსნისან ნიშნავს პრემიერ-მინისტრებს და რაღაცა ერჯერად იმეებად რა ვქია წინდებად აქცია ეს თანამდებობა როგორც გაიღვიძებს ხსნის მინისტრებს მოსამართლეებს და უკვე დაიწყო კერძო ბიზნესში ჩარევა და ასეთ ბიზნეს თუ დაგრიხავს და წელში გატეხავს დანარჩენებისთვისაც სიგნალია რომ ყველა იყავით ჭკვიანად და რაღა დარჩება ბოლოს მოვა ოჯახში და იტყვის რომ ეს მამა არ მომწონს და აწი მამა იქნება ეს ის დედა არ მომწონს და ამ დედას იმ მამით ჩავანაცვლებ და ასე ეს ღა დარჩა პირდაპირ ჩვენ ოჯახებში ჩარევა ღა დარჩა ალეკო მადლობა მოდით მოვისმინოთ ირაკლი კობახიძე აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე მედიასთან ამ წუთებში კომენტარს და ჩვენ შეგვიძლია ტრიბუნასთან დგას კობახიძე უკაცრავად რა თქმა უნდა კონსტიტუციის მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მეცაც გეტყვით ქალბატონმა ეკამ გაიხსენა ეს შარშან როცა ჩვენ ქონდა მშელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ერთ-ერთმა ჩვენმა უცხოელმა კოლეგამ დააყენა მაშინაც ეს საკითხი და იქ მე პირადად გამოვხადე ჩემი პირადი პოზიცია დადებითი პოზიცია ამასთან დაკავშირებით შესაბამისად პოლიტიკური პოზიცია არის ცხადი ეს პოზიცია დაფიქსირდა კიდევ ერთხელ პოლიტსაბჭოს განცხადებაში რომელიც გაავრცელა გუშინ ქართულმა ოცნებამ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ პოლიტიკური მხარე ამ საკითხის არის ნათელი. მეორე მხარე არის რა თქმა უნდა სამართლებრივი მხარე.
და აქ პირველ რიგში რა თქმა უნდა ხედულობაში უნდა მივიღოთ ამ ინიციატივის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან. აქ არის სიტუაცია ძალიან მარტივი. არის რა თქმა უნდა შემთხვევები, როდესაც კანონის კონსტიტუციურობის დადგენა სჭირდება სერიოზული სამართლებრივი მეცნიერულიც კი წიაღსვლები. მაგრამ ეს შემთხვევა არ გვაქვს ჩვენ სახეზე, როდესაც ტექსტობრივია შეუსაბამობა კონსტიტუციასა და კანონს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზუსტად ასეთი ტექსტობრივი შეუსაბამობა კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასა და იმ კანონპროექტს შორის, რომელიც არის წარმოდგენილი თქვენ წინაშე. მინდა შევეხო პირველ რიგში ამ ტექნიკურ ხარეს და მე შინაარსობრივად განმარტო ის თუ რატომ არის კონსტიტუციაში ჩადებული შესაბამისი რეგულაციები. რაც შეეხება კონსტიტუციას, გვაქვს ჩვენ გარდამოვალდებულებში მოცემული მეორე მუხლის მესამე პუნქტი, სადაც პირველ წინადადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში უადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის ვადით. თითოეული სიტყვა, რომელიც არის მოცემული ამ წინადადებაში, იყო შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან და გაიარა ეს ფილტრი და თითოეულ სიტყვაზე ჰქონდა სერიოზული დისკუსია ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან. აქ არის სიტყვები მოცემული უადოდ გამწესებამდე. და ეს რას ნიშნავს? ეს არის აქ საკვანძო ჩანაწერი, კერძოდ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ინიშნება მოსამართლე იმ პრეზუმპციით, რომ 3 წლის გასვლამდე ის უნდა გადაინიშნოს ან არ უნდა გადაინიშნოს. მაგრამ ამ საკითხის განხილვა არის სავალდებულო კონსტიტუციის ჩანაწერიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვერ ჩაიწერება დღეს კანონში ვერავითარი ნორმა, რომელიც შეზღუდავს 3 წლის გასვლის შემდეგ ამ საკითხზე მსჯელობას. ეს იქნება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევა, პირდაპირ ტექსტობრივად წერია კონსტიტუციის გარდამავალდებულებების, კონსტიტუციური კანონის გარდამავალდებულებების მეორე მუხლის მესამე პუნქტში ის, რომ აუცილებელია 3 წლის თავზე მსჯელობა გადანიშვნის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუმცა მსჯელობა ამაზე არის სავალდებულო და ეს გამომდინარეობს კონსტიტუციური კანონის გარდამავალდებულებების მეორე მუხლის მესამე პუნქტიდან. ასევე გვაქვს აქ მოცემული მეორე წინადადება, რომელიც შეეხება 10 წლით გამწესებულ მოსამართლეებს. აქ გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ძირითადი და გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს ორ შემთხვევას. ერთი ეს არის პირდაპირ უადოდ დანიშნა, მეორე ეს არის უადოდ დანიშნა 3 წლიანი გამოსასწრელი ვადის პირობით. აქ არ იყო გათვალისწინებული 10 წლიანი ვადით გამწესება, რაც არის პრაქტიკაში, რაც იყო პრაქტიკაში მოცემული კანონის საფუძველზე 2013 წლამდე. 2013 წელს შეწყდა ეს პრაქტიკა, დღესაც არიან მოსამართლეები დანიშნული 10 წლიანი ვადით. და ზუსტად ამ მოსამართლეებისთვის კონსტიტუციაში ჩაიწერა შემდეგი. წავიკითხავ, განსაზღვრული ვადით გამწესებულ მოსამართლეზე, ანუ ცხადია ტექსტი, სიცხადეზეც იყო საუბარი და არანაირი პრობლემა სიცხადის კუთხით აქ არ არის. განსაზღვრული ვადით გამწესებულ მოსამართლეზე, ხო, ცხადია რა წერია. უადოდ გამწესების დათქმა, ესე ცხადია რა წერია, ხო, მეორე პირობა, გავრცელდეს ორგანული კანონით დადგენილი წესით მისი უადოდ გამწესების შემთხვევაში. აქაც ცხადია რა წერია, ანუ აბსოლუტურად ცხადია ჩანაწერი და იგულისხმება რა, რომ თუ მოსამართლე არის 10 წლით დანიშნული, ის არ ჩაითვლება ავტომატურად უადოდ გადანიშნულად კონსტიტუციიდან გამომდინარე. ამის თეორიული დაშვება არსებობდა და იმისათვის რომ ეს ყოფილიყო გამორიცხული, ჩაიწერა კონსტიტუციის შემდეგი, რომ ეს აცილიანი უხსნის დეპუტატებს თუ რატომ ეთქვა უარი ბესელიას ინიციატივას, ხედავთ თქვენ ბესელიას გამომეტყველებას, როცა კობახიძე კონსტიტუციას იშველიებს იმის სათქმელად, თუ რა წინააღმდეგობა ამ კანონპროექტსა და კონსტიტუციას შორის. კობახიძე ასევე კომენტარებს გააკეთებს მედიისთვის, მანამდე ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი პარლამენტში პასუხობს ჩვენ შეკითხვებს. ქალბატონო ირმა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთვით ეთერში. თქვენი გამოსვლა იყო რამდენიმე წუთის წინ, სადაც საუბრობდით ამ მოსამართლეების შესახებ. თქვენი მხარდაჭერა ექნება თუ არა, ის ისევ კითხავთ ჩვენი მაყურებლისთვის, ინიციატივას, რომლის ავტორი ეკა ბესელიაა და ამ წუთებში კობახიძე ცდილობს ახსნას, თუ რა წინააღმდეგობა აქვს ამ კანონპროექტს კონსტიტუციასთან. თქვენთვის ეს იურიდიული ნიუანსები რამდენად საინტერესოა? მოგესალმებით დიანა, მე მგონი პარლამენტის თავმჯდომარეს გონია, რომ ის არის ჩვენი ლექტორი და ჩვენ ვართ იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები, რომლებიც მუდმივად უნდა ვისმენდეთ ჩვენი ლექტორის ბატონი კობახიძის სალექციო კურსს. მე მინდა პარლამენტის თავმჯდომარეს შევახსენო, რომ ჩვენ არა ვართ სტუდენტები და მით უმეტეს არა ვართ მისი სტუდენტები და ძალიან კარგად გვესმის, რას ამბობს კონსტიტუცია.
რას ამბობს სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი და ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როდესაც ჩვენ საუბრობთ სასამართლო სისტემაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენი ფრაქცია მხარს უჭერს ეკაბესელიას და ამ 9 დეპუტატის ინიციატივას, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ინიციატივა ისევე როგორც ჩვენი რეზოლუცია, რომლის კენჭისყრაც ასევე დღეს არის დაგეგმილი, ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას დღეს ამ პარლამენტის პირობებში, მაგრამ უნდა ითქვას პირდაპირ და ძალიან კაფიოდ, აქ არც კონსტიტუციაა შუაში და არც რომელიმე სხვა კანონი. ჩვენ არ ვლაპარაკობთ სასამართლო სისტემას, წავართვათ დამოუკიდებლობა, რაღაცა ზემოქმედება მოვახდინოთ სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეთა კორპუსზე. ჩვენ ვამბობთ, მოსამართლეები მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე და სხვანი, რომლებსაც გამოტანილი აქვთ უკანონო განაჩენები, მკვლელი განაჩენები, უნდა წავიდნენ სისტემიდან. როგორ უნდა წავიდნენ, ირმა, საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს აწე შეჩერებას უვადოდ დანიშნვის, მაგრამ მურუსიძეც უვადოდ არის დანიშნული და ის სადავო მოსამართლეები, რომლებზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ბევრი უმეტესობა მათგანი უკვე უვადოდ არის გამწესებული. ორი გზა არის, ისე სხვათა შორის სააკაშვილსაც ეგონა, რომ მარადიული იქნებოდა, მაგრამ ვერ აღმოჩნდა მარადიული და ჯერ კიდე წინა აქ პასუხისგება, რომელიც ქართული მართლმსაჯულების წინაშე მოუწევს, მასაც და სხვებსაც ამ დარბაზში რო შედან იმ ხალხზე ვლაპარაკობ. ორი გზა არის, ერთი გზა საკანონმდებლო ცვლილებების, რაც ეხლა ეკაბესელიამ განახორციელა ამ შემთხვევაში, ჩვენ ასევე დავიწყებთ მოქმედება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე, რომ საერთოდ გაუქმდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის და გამწესების ეს წესი. მე თავის დროზე ვაპროტესტებდი ამას საკონსტიტუციო განხილვებისას, სამწუხაროდ მაშინ მარტო ვიყავი და არავინ არ დამიჭირა მხარი. ეს უნდა გაუქმდეს აუცილებლად, მაგრამ მეორე ეს არის საზოგადოებრივი აქტიურობა ხალხის მხრიდან, იმიტომ რომ პირველ რიგში ამ მოსამართლეებს არ აქვთ ხალხის ნდობა. ჩვენ რად გვინდა მოსამართლე, რომლის განაჩენისადმი არ არის საზოგადოების ნდობა. გესმით ჩვენ თავს რას გვახვევენ, რომ სისტემაში იქნებიან მოსამართლეები, რომლებსაც კი არ ენდობით ცუდები იყვნენ რა, მაგრამ ეხლა გაკეთილშობილდნენ. უკაცრავად ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ცუდი კაცი, რომელიც დანაშაულებებს ჩადიოდა და მაგალითად ეხლაც გავიხსენე ნორაკვიციანის საქმე. ეს უბრალო რამეა, რომ ადამიანს 6 წლით და 7 თვით თავისუფლება წაართვა და ეს მოხდა მოსამართლის კონკრეტული განაჩენის საფუძველზე. მერე ნორაკვიციანი ყველა ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, მაგრამ ის მოსამართლე ვინმე დასაჯა. დასაჯა კი არა, დარწმუნებული ვარ, სადმე უვადოდ იქნება უკვე გამწესებული. აი ჩვენ როგორ ესეთი უსამართლობა, როგორ გაიყვანთ ამ ადამიანებს სასამართლო ხელისუფლებას? ვაიძულებთ რო გადადგნენ. ვაიძულებთ ჩვენი აქტიურობით. პირველ რიგში მე ვგულისხმობ იმას, რომ უნდა არ დავიღალოთ და დავიწყოთ საპროტესტო აქციები იმ სასამართლოების წინ, სადაც ეს ოდიოზური მოსამართლეები არიან გამწესებული თურმე უვადოდ და ეხლა პირდაპირ მინდა დავაანონსო თქვენს ეთერში, რომ 7 მარტიდან ჩვენი პარტია იწყებს უკვე გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციებს სააპელაციო სასამართლოსთან. 7 მარტს დღის 3 საათზე ჩვენ დიღომში დიდუბის ხიდთან ეკლესიის წინ შევიკრიბებით და მსვლელობას გავმართავთ სააპელაციო სასამართლოს მიმართულებით და არ დავიღლებით. აი მე ვარწმუნებ გვრიტიშვილსაც, მურუსიძესაც და სხვებსაც და ვაიძულებთ, რომ საკუთარი ნებით გადადგნენ, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებს განვახორციელებენ. გასაგებია, დიდი მადლობა. დიანა, ამ პარლამენტის პირობებში მარტო გადის ის გადაწყვეტილებები, რაც ხუთკაცს უნდა პარლამენტის თავმჯდომარეს, დინარაძეს და დანარჩენებს. და ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, რაც ამ პარლამენტში. ამიტომ უთხარი მე დღეს ღიად და საჯაროდ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება და ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ. დიდი მადლობა ირმა ინაშვილს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივაზე საუბრობდა მისი მხრიდან. ჩვენ რეკლამა გვაქვს ეთერში, რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი იქნება ნინო გოგუაძე, ასევე ველოდებით მედიისთვის ირაკლი კობახიძის განმარტებებს.
ამ წუთებში პარლამენტში მედიისთვის კომენტარს აკეთებს ეკა ბესელია ჩვენ ვთავთ პარლამენტს პირდაპირ ეთერში. რომელსაც ხედავ იმ უმრავლესობაში, რომელსაც გუნდს ვეძახით. სამწუხაროდ. მაგრამ ის ვინც ამ ბრძოლის შედეგად აქ მოვიდა და აქ არის ხალხი პატივსაცემი, რომელმაც იცის რა არის ბრძოლა, იცის რა არის კონსტიტუცია, გრძნობს ხალხის ემოციას, იმას არ გაუჭირდება გაიგოს, რაზე ვლაპარაკობ დღეს. ეხლა ნიკამელია თუ სამადაშვილი თუ რა გვარია ეს რატიანი ჩემთვის ერთი მთლიანია ესენი არც ერთი არც გაყოფილია და არც გამოყოფილია დაუჭერენ თუ არა მხარს ეს არ არის ჩემთვის თავარი უბრალოდ ხმების რაოდენობა გჭირდება იმიტომ რომ ინიციატივა გავიდეს მაგრამ ისინიც კი ხვდებიან რომ არაპოპულარულია ამ ინიციატივის ხარდაჭერაზე უარის თქმა ისინიც ხვდებიან ამას და ამას ვერ ხვდება კობახიძე რომელიც თურმე კონსტიტუციაზე იცავს კონსტიტუციას კი არ იცავს ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს თქვენ უსმენდით ეკა ბესელიას ისაუბრობს რომ ირაკლი ყობახიძე დღეს ზარდიაშვილის და ჩინჩალაძის დამცველია ნინო გოგუაძესთან ვიწყებთ საუბარს ასევე მაყურებელს ვეთყვით რომ ირაკლი ყობახიძის განცხადებას ასევე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ქალბატონო ნინო მე ვახსენე ეთერში თქვენთან დიალოგიდან ფრაგმენტი რომ თქვენი შთაბეჭდილება არის ასეთი რაც ხდება პარლამენტში და TBC-ის საქმე ეს არის ერთი რეალობის ფრაგმენტები, ანუ ეს რეალურად ერთი თემაა, რაზეც შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ. დიახ, დიანა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, ზუსტად ასეთი სახელმწიფოსკენ მივდიოდით და სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში ხდება ის, რაც უნდა მოხდეს. ჩვენ მივდივართ მივედით პოლიტიზირებულ სრულიად მორჩილ სასამართლომდე და ცოტა მეღიმება ხოლმე როდესაც ეს ადამიანები თუნდაც ეკა ბესელია ირაკლი ყობახიძეს ადანაშაულებს ამაში ეთყობა ეს მისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია არა და ყველამ ვიცით რომ ამ გადაწყვეტილების უკან დგას ბიძინა ივანიშვილი დიახ ბიძინა ივანიშვილს ანუ ისინი ჩამსიკავებენ რეალურად დაარქვან სახელი ეკა ბესელიას სამიზნე ირაკლი ყობახიძეა ლევან გოგიჩაიშვილის მამუკამ სიტყვაზე ვამბობ და უბრალოდ ცოტა სასაცილოა იმიტომ რომ ყველასათვის ნათელია რომ არც ირაკლი ყობახიძე არც მძინარაძე და არც არავინ იმ გუნდში რომელსაც ქვია ქართული ოცნება არ არის გადაწყვეტილების მიმღები ამ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და დიახ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია მორჩილი სასამართლო და ძალიან ხშირად მეკითხებოდნენ უღირს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე დატოვოს სასამართლოში დიახ უღირს მას სწორედ ასეთი ადამიანები ჭირდება იმისთვის რომ თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს სასამართლო და ჭირდება იმისთვის რომ TBC ბანკს მოუგოს სასამართლოში წარმოება დაგიბრუნდებით ამ წუთებში ლევან მურუსიძეა პარლამენტში ჩვენი ჟურნალისტი კითხვებს პასუხობს ვაცხადებ ესეთ რამეს რომ ადამიანს თუ რამე დანაშაული აქვს ჩადენილი ჯერ ისევ დაუდასტურდეს და შესაბამისად მე გამოვიტანოთ დასკვნები ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ მე ვინმე სამხის განმავლობაში რაიმე შეურაცხყოფა მიმეფენებინოს მე მზადავარ ისიც აღნიშნე რომ თუ ვინმე საინტერესებს ჩემთვის შეიძლება უკეთესიც იყოს რომ თუ გნებავთ ჩემ მოღვაწეობასთან დაკავშირებით თუმცა რამე ეჭვება დაიწყეთ გამოძიება დაიწყოს გამოიყუროს გამოსაგამოძიებო ორგანოებმა თუ რამე გადაცდომა მაქვს თუ რამე დანაშაული მაქვს ჩადენილი იმიტომ ეს შენ გამიადვილებდა რეალურად მომავალში ამ ქვეყანაში ცხოვრებას ვინაიდან მე მიმაჩნია რომ მე ყოველთვის მოქმედებდი კანონის შესაბამისად ჩემი მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია აი ამიტომ აქედან გამომდინარე ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თუ მურუსიძე არის ცუდი პიროვნება და თუ მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი იქნება მას ეს უნდა დაუმტკიცოს ამიტომ არ ეხლა როგორი ხდება ეხლა ვლაპარაკობთ რომ უკვე აპრიორი მურუსიძე დამნაშავეა და მე მიწევს თავის მართლება რომ არ ვარ დამნაშავე მაგრამ ზოგადად წესი და კაცობრიობას ესე აქვს მიღებული ცივილიზებულ საზოგადოებას რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამდე სანამ არ დასკვნდება მის წინააღმდეგ რომ ის დამნაშავეა ბატონო დღეს რატომ ხართ პარლამენტში რა პოზიციის დაფიქსირებას აპირებთ და რამე რეკომენდაცია გააქვთ პარლამენტში მე იმიტომ ვარ ეს პარლამენტში რომ მე ვარ მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე
შესაბამისად მე მინდა რომ აქ რეალურად საქმე ეხება იმ კრიტერიუმებს, რომელიც თანახმადაც უზენაეს სასამართლოში უნდა განცდեն მოსამართლეები. მეცაც გეტყვით რომ მე რა თქმა უნდა ამაში როგორც უზენაეს სასამართლოში არ ვაპირებ არავითარ თქვა ჩემი კანდიდატობის წარდგენას, მაგრამ მე როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ვარ დაინტერესებული რომ შემოღებული იქნეს სამართლიანი კრიტერიუმები, რეალურად ის კრიტერიუმები, რომელიც საზოგადოებისთვის პირველ რიგში და იმ მოსამართლებისთვის, რომლებიც იქნებიან კანდიდატები, შესაბამისად მიეცეთ საშუალება, რომ ამ კრიტერიუმის მიხედვით დაიანონ პარლამენტში. აი რა კრიტერიუმები უნდა იყოს ბატონო? არსებობს ორი კრიტერიუმი, ორი სახის კრიტერიუმი ზოგადად. ეს არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. ამ კეთილსინდისიერებაში და კომპეტენტურობაში ვინ რაიმე დამატებით კრიტერიუმებს და რამე კომპონენტებს შეიტანს, ამასთან დაკავშირებით გვექნება. ბოლომდე შეიძლება პირადად განცესების შეჩერებასთან დაკავშირებით, როგორია თქვენი პოზიცია ბოლომდე? მე გეტყვით რომ ჩვენ ზოგადად უსმენდით ლევან მურუსიძეს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტშია. კაბოტონინო, გავაგზავნოთ მოკეთ. თქვენ ფიქრობთ რომ მას ვურჩევდი რომ თუ შეელახა პატივი და ღირსება, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თვითონ დაიცვას თავისი პატივი და ღირსება და ნუ ელოდება სხვა გამოძიებას, რისკენაც ვის მოუწოდებს ვერ გავიგე, იმიტომ რომ ეს პროკურატურა მის წინააღმდეგ არანაირ გამოძიებას არ აღწრავს, არ წარმართავს. კაბოტონინო, ანუ დღეს პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის უმრავლესობის შიგნით ალბათ, იმიტომ რომ ოპოზიციას მუდმივად სამიზნედ ყავს ივანიშვილი. პრობლემა არის ის, რომ ისინი პრობლემაზე ღიად ბოლომდე არ საუბრობენ. არ ვიცი მე მგონია რომ დიახ მათ არ უნდა ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება, მათთვის გაცილებით უფრო კომფორტულია რომ დაუპირისპირდნენ ირაკლი კობახიძეს და მდინარაძეს. ეს არის თავის მოტყუება. მე არ ამგონია ასეთი გულუბრყვილო ეს ადამიანები რომ არ ესმოდეთ თუნდაც პოლიცსაბჭოს ორი განცხადების შემდეგ თუ ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან, ასე რომ მათი ტაქტიკაა, მე მათ ბრძოლაში ვერ ჩავერევე. ერთადერთი რაც შემიძლია ეხლა ვთქვა რომ კობახიძე რომ გამოვიდა და ბიბლიასავით გვიკითხავს თავისივე დაწერილ კონსტიტუციას, რომელსაც მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერა აქვს, შემიძლია ვუთხრა რომ არ ყოფილიყო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ ხელშია საკონსტიტუციო უმრავლესობა, აგერ ოპოზიციაც მხარს უჭერს ამ ინიციატივას და სრულიად უმტკივნეულოდ შეეძლოთ კონსტიტუციის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ასე რომ დიახ ეს ყველაფერი კონსტიტუციაზე ლაპარაკი არის მხოლოდ ჩენი ხმა იმ სინამდვილის რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა სასამართლო ბოლომდე გააკონტროლოს სწორედ იუსტიციის საბჭოს მეშვეობით, სწორედ მურუსიძის და ჩინჩალაძის მეშვეობით. ეს რეპუტაციუ, ეს ვთქვათ დაზიანებული რეპუტაციის მქონე პირები ამ კითხვის გასაღები უკვე TBC-ის საქმეში. არა მარტო TBC-ის საქმეში და იცით რა მინდა ვთქვა დიანა, ალბათ ცოტა დრო დაგვრჩა და ცოტა სხვა აქცენტებს დავსვამ, რატომ არის TBC-ის ბანკის საქმე ძალიან მნიშვნელოვანი. აქ საქმე არ ეხება არც ერთ ბანკს და არც ბანკირს, არც ხაზარაძეს, არც ჯაფარიძეს. აქ საქმე ეხება ყოველ ჩვენგანს, რადგან ჩვენ წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ სახელმწიფოში, რომელშიც ვცხოვრობთ. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ერთ ადამიანს ზოგჯერ ფორმალურ, ზოგჯერ არაფორმალურ მართლს მითვისებული აქვს ყველა სახელმწიფო ბერკეტი და ამ ბერკეტს იყენებს ყველას და ყველაფრის გასანადგურებლად, როდესაც იგი ვინმეს ან რამეს მიზანში ამოიღებს. აი ამაშია საქმე. ამ სახელმწიფოში ყველა ერთნაირად ვართ დაუცველები. ეს იქნება ბანკირი, იქნება მეშახტე, თუ იქნება პოლიტიკოსი. ასე რომ დიახ, ამიტომ ეს საქმეც ყველა ჩვენგანს ეხება. ეს სახელმწიფო არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. და როდესაც დღეს ხაზარაძემ გააკეთა განცხადება, მე მინდა იმედი მქონდეს, რომ მან დიახ, იგი გაუფრთხილდა ბანკის რეპუტაციას, დააზღვია ბანკი რისკებისგან და თვითონ მოქმედების თავისუფლება მოიპოვა. ეს თავისუფლება უფრო საზიანო ხომ არ იქნება ხელისუფლებისთვის, იქედან გამომდინარე, რომ ის ბევრად თამამი იქნება თავის განცხადებებში. დიახ, მეც ასე ვფიქრობ და მე მინდა ვთქვა, რომ დიახ, ეს არ არის ხაზარაძის ბრძოლა. ეს არ არის ანაკლის პროექტის, ხაზარაძის პროექტისთვის ბრძოლა. ეს არის დიახ, საქართველოსთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. იმიტომ რომ დიანა
აი ძალიან ნიშანდობლივი იყო ჩემთვის ხაზარაძის ის განცხადება, რომელიც მან თავის ბრიფინგზე გააკეთა, მაშინ ადამიანებმა ცოტა სხვანაირად აღიქვეს. მან თქვა, რომ ერთი ხელით სახელმწიფო თითქოს გვეხმარება ამანაკლის პორტის მშენებლობაში და მეორე მხრივ კი აი ასეთ მოქმედებებს ჩადის, რომელიც აზიანებს ანაკლის პროექტს. ესეც არის კლასიკა. ესეც არის ბიძინა ივანიშვილის მოქმედების წესი. ერთი მხრივ ჩვენ დეკლარირებული გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი და მეორეს მხრივ აქ ვაშენებთ არასამართლებრივ რუსული ტიპის სახელმწიფოს. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. აი გახსოვთ რუსთავი 2-ზე გვეუბნებოდნენ, რომ რუსთავი 2-ო შეეცვლება ფლობელი, თორე რუსთავი 2, რუსთავი 2-ად დარჩებაო, ლოგო დარჩებოდა რუსთავი 2 და იქნებოდა შინაარსი სრულიად სხვა ტელევიზიების მსგავსი. აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ირაკლი ალასანიას შემთხვევა, როდესაც მასზე შეტევა განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მაშინ, როდესაც იგი მიდიოდა საქართველოს თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოსაწერად და მაშინაც გვითხრეს, რომ ეს პროექტი რა შუაშიაო, ჩვენ ვაგრძელებთო ამ პროექტსო, როგორც ახლა გვეუბნებიან ანაკლიაზე. მე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რაღაცას მოაწერეს ხელი, მაგრამ იმ პროექტისგან არაფერი არ დარჩა და მე მეშინია, რომ თუ ხაზარაძემ ეს ბრძოლა არ მოიგო, ჩვენ გვექნება პორტი, რომელსაც სახელად ერქმევა ანაკლია და სინამდვილეში მივიღებთ ფოთს, მეორე ფოთს, სადაც რუსეთის ინტერესები აბსოლუტურად ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გამოკვეთილია. ასე რომ ყველაფერი რაც ხდება, ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა და არ შემიძლია კიდე თქვა ერთი რამ, რომ იმდენი ინფორმაცია, იმდენი რამე ხდება ჩვენს გარშემო, რომ ადამიანები თვალყურსაც კი ვერ ვადევნებთ და მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს არის მართვადი ქაოსი და ეს ზოგჯერ ადამიანებს უტოვებს იცით რის შთაბეჭდილებას, რომ ვერ მართავენ, უნიათოები არიან, რომ რაღაცაშია საქმე. არა, ძალიან კარგად მართავენ. სწორედ ეს ქაოსი არის იმის შენიღვა, თუ თანმიმდევრულად რა სახელმწიფოს ვაშენებთ, თანმიმდევრულად როგორი სახელმწიფოსგან მივდივართ და ამ მუდმივ პრობლემებში ეკლესიასთან, სასამართლოსთან, მედიასთან ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო, სადაც ადამიანმა დაამყარა სრული კონტროლი სასამართლოზე, პოლიტიკურ პროკურატურაზე, სუსზე, სადაც ჩდება პოლიტიკური მუდმივად არის საუბარი სტატისტიკაზე და იმაზე, რომ უკეთესობაა და თითქოს ეს ვერ გრძნობს ეს ძალიან გრძნობენ ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე ძალიან ღიმილის მომღვრელია, იმიტომ რომ ყველა იმ საქმეში, სადაც არის პოლიტიკურად დაინტერესება, ხდება ის შედეგი, რომელიც უდან ბატონ ბიძინას. ასე რომ დიახ, თავარი დამოუკიდებლობა სასამართლოსი იმით კი არ იზომება city parks რამდენ დავას მოუგებთ, არამედ იმით თუ რამდენად დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან სასამართლო და მურუსიძე და ჩინჩალაძე ჭირდება სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები დახელოვნებულები არიან წინა ხელისუფლების დროს მათი პოლიტიკური დავალებების შესრულებაში და რაში ჭირდება გაკონტროლებისთვის, გაცილებით უფრო კარგი რეპუტაციის ადამიანები. არ ჭირდება სწორედ ასეთ ადამიანებს ეყრდნობა პოლიტიკური სასამართლო. ასე რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც სუსი აგროვებს მიზანში რო ამოიღებს იმ ადამიანებზე კომპრომატს, შემდეგ პოლიტიკური პროკურატურა აღძრავს საქმეს და ხომ უნდა შეიკრას ეს წრედი. სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ყველა მიცოდეს, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ სამართალს ვერ იპოვებს ის, ვინც ბატონ ბიძინას დაუპირისპირდება. დიდი მადლობა. ასე რომ უნდა ვიბრძოლოთ არა მამუკა ხაზარაძისთვის, არამედ ჩვენი უფლებებისთვის, არა პროექტი ანაკლისთვის, არამედ საქართველოს დასავლური არჩევანის. დიდი მადლობა ნინო გოგუაძეს, ჩვენ მის პოზიციას ვისმენდით.
დღეს რამდენიმე წუთის წინ ეკაბესელიამ თავის კომენტარში ასევე თქვა როდის ჭამდა ირაკლი კობახიძე გოგლი მოქს ჩვენ მოვისმინეთ ფრაგმენტი როცა ის მურუსიძის და ჩინჩალაძის და ზარდიაშვილის მხარდაჭერაში ამხილა აი ამ ფრაგმენტს კი თუ შეგვიძლია ხა მცირე ფრაგმენტი მოვისმინოთ და შემდეგ უფრო ვრცლად მას მოვისმენთ TV პირველის 5 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში. ჩვენ რომ ნაციონალურ მოძრაობას ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების უზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლი მოქს მიირთმევდა. უფრო მეტი ნახეთ რა ხდებოდა პარლამენტში, რა განცხადებებს გააკეთებს რამდენიმე წუთში ირაკლი კობახიძე TV პირველის 5 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში. საღამოს გელოდებათ ინგა გრიგოლიას რეაქცია, ჩვენ კი ხვალ 2-ზე და 4-ზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს დროებით.